გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. ქართული საცალო და კომერციის ბიზნესი გამოდის ინიციატივით, რომ ტემუმ და მსგავსმა საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებმაც გადაიხადონ გადასახადები საქართველოს ბიუჯეტში. მეტიც ადგილობრივი ბიზნესი ამანათების გამბაჟების 300 ლარიანი ზღვარის გაუქმებასაც ითხოვს, რასაც რამდენიმე წლის წინ შემოსავლების სამსახურშიც განიხილავდნენ. საზოგადოებაში კი პირიქით 300 ლარიანი ლიმიტის გაზრდის სურვილია. პერიოდულად ბოლო 6 წელიწადში ოპოზიციონერი დეპუტატები ამ ზღვარის ჯერ 500 ლარამდე, შემდეგ კი 700 ლარამდე გაზრდას ითხოვდნენ, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ვერც ერთხელ ვერ მიიღეს. კერძოდ BMG-ის ციფრული არქივი 2019 წელს ევროპული საქართველოს ინიციატივას ინახავს, პოლიტიკური ფრაქცია მაშინ ლიმიტის 300-დან 500 ლარამდე გაზრდას ითხოვდა. ხოლო 2022 წელს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები ლევან იოსელიანი და ალექსანდრა ელისაშვილი გამოვიდნენ ინიციატივით, რომ გამბაჟების ზღვარი 300-დან 700 ლარამდე გაზრდილიყო. რა თქმა უნდა, მაშინაც ამ ინიციატივებს ადგილობრივი საცალო სექტორის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. სავაჭრო ქსელების მფლობელები აცხადებდნენ, რომ ზღვარის გაზრდა მნიშვნელოვნად დააზიანებდა ადგილობრივ ბაზარს და ქვეყნის ეკონომიკას. როდის და რა მიზნით შემოიღეს 300 ლარიანი ლიმიტი და როგორ დაარტყამს მომხმარებლის ჯიბეს, შესაძლო ცვლილებები საკითხის სამართლებრივ და ფინანსურ ანალიზში დღეს ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ასევე ბიზნეს ომბუდსმენის ყოფილი მოადგილე და იურიდიული კომპანია Texent Legal Solutions-ის დამფუძნებელი ზურაბ ძნელაშვილი დაგვეხმარება. მისი პოზიცია ცნობილია, ის მიიჩნევს, რომ ტემუმ და მსგავსმა პლატფორმებმა ბიუჯეტში გადასახადები ისევე უნდა გადაიხადონ, როგორც ამას ადგილობრივი ბიზნესი აკეთებს. საკუთარ არგუმენტებს ის რამდენიმე წუთში გაგვიზიარებს, თუმცა სანამ ინტერვიუს დავიწყებთ, რამდენიმე ინფოგრაფიკს გაჩვენებთ, ნახავთ, როგორ გაიზარდა ბოლო 5-6 წელიწადში ამანათების პოპულარობა და შესაბამისად რაოდენობა და ღირებულებაც. განსაკუთრებით 300 ლარამდე ღირებულების გზავნილების. ეს დიდი ალბათობით ონლაინ ვაჭრობის გიგანტების ტემუს, შეინის, ალიბაბას, პინდუოდუოს აგრესიული მარკეტინგული ზრდით და უფასო მიწოდების სერვისით არის გამოწვეული. როგორც ირკვევა, ბოლო 5 წელიწადში საზღვარგარეთიდან გამოწერილი ამანათების რაოდენობა თითქმის 5-ჯერ გაიზარდა. 2020 წელს თუ 5 მილიონამდე იყო, 2025 წლის ბოლოს ამ მაჩვენებელმა 19 მილიონს გადააჭარბა. თითქმის 10-ჯერ გაიზარდა გზავნილების წონაც, რაც შეეხება ჯამურ ღირებულებას შემოსავლების სამსახურის მონაცემებით. 2020 წელს თუ მოქალაქეებმა 558 მილიონი ლარის პროდუქცია გამოიწერეს, უცხოეთიდან 2025 წლის ბოლოს ამ თანხამ 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ამავე მონაცემებზე დაყრდნობით ელექტრონული კომერციის ასოციაციის ანალიზი აჩვენებს, რომ 2024 წლიდან გზავნილების უდიდესი წილი ჩინეთზე მოდის და ეს ტენდენცია წელსაც ნარჩუნდება. 2025-ში წლის სრული სტატისტიკით შარშან შემოსული 19 მილიონი ამანათიდან თითქმის 14 მილიონი სწორედ ჩინეთიდან გამოვიწერეთ. თანხობრივად ეს ასე გამოიყურება 2 მილიარდიანი გზავნილებიდან 874 მილიონი ლარი სწორედ ჩინეთში წავიდა. რაოდენობრივი ანალიზი აჩვენებს, რომ ჩინეთიდან გამოწერილი ერთი ამანათის საშუალო ფასი 2025 წელს 64 ლარს შეადგენდა. ეს თითქმის 5-ჯერ ნაკლებია დღეს გარეშე გამბაჟების 300 ლარიან ლიმიტზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობამ ჩინეთიდან შეიძინა 874 მილიონი ლარის პროდუქცია, რომლის ანალოგის ადგილობრივ ბაზარზე ყიდვის შემთხვევაშიც მინიმუმ 18%-ით მეტის, ყოველ შემთხვევაში გადახდის, ანუ 157 მილიონი ლარით მეტის გადახდა მოუწევდა. მთლიანობაში 2025 წელს 300 ლარზე ნაკლები ღირებულების 19 მილიონ 300.000 ერთეული ამანათი შემოვიდა ქვეყანაში, რაც ჯამური გზავნილების 97%-ია. ამ ამანათების ჯამური ღირებულება კი 1.2 მილიარდ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, დღეგეთ დაბეგრვას მხოლოდ 582.000-ზე მეტი ამანათი დაექვემდებარა, რომელთა საერთო ფასი 859 მილიონი იყო. ასეთი ოფიციალური სტატისტიკა საცალო და ელექტრონული ვაჭრობის ასოციაციის პროგნოზით წელს 2026-ის ბოლომდე ამანათების რაოდენობა 30 მილიონს, ხოლო ღირებულება 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. სწორედ ამიტომ ადგილობრივი ბიზნესი უკვე მართავს შეხვედრებს ეკონომიკური ბლოკის მთავრობის ეკონომიკურ ბლოკთან და ცდილობს ხელისუფლება დაარწმუნოს თუ რატომ უნდა გადაიხადოს ტემუმ, მაგალითად ბიუჯეტში გადასახადები და რატომ უნდა გაუქმდეს გამბაჟების 300 ლარიანი ზღვარი. ამ წლის პროგნოზებით 2026-ში დაახლოებით 27 მილიონი ამანათი შემოვა სავარაუდოდ საქართველოში. ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 2024-დან 2026-ის ჩათვლით დაახლოებით 6 მილიარდზე მეტი ლარი გავა ბიუჯეტიდან. 2025 წლის მონაცემებით უმეტესი ასეთი ამანათი არის 300 ლარს ქვემოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში უდიდესი სახით ესეთი გადასახადები არ გადახდილა, ქვეყნის ეკონომიკამ დაკარგა ეს თანხა, უზარმაზარი თანხა და
2026-ში კიდევ უფრო მაღალი იქნება ეს მაჩვენებელი. ის ზრდა ნიშნავს, რომ არსებულ ორგანიზებულ რიტეილს მოაყოლდება ეგ რეალიზაცია და ორგანიზებულ რიტეილს თუ მოაყოლდება, ავტომატურად სახელმწიფო დაკარგავს დერეგეს, ორგანიზებულ რიტეილი შეამცირებს სავაჭრო ობიექტებს, გულისხმობ მოვლებში იქნება თუ ქალაქის ლოკაციებზე, შეამცირებს პერსონალს, რაც დერეგეს გარდა ავტომატურად აისახება იმ სხვა შემოსავლებზე, რაც არის ფონების გადასახადი, არენდიდან დერეგეს გადასახადი. ეს არ არის ისეთი რთული, რომ ეკონომიკის სამინისტროს ამის ესე ვთქვათ, დათვლა გაუჭირდეს თუ რას კარგავს დღეს ამ e-commerce-ის გაყიდვებით სახელმწიფო და რა შეიძლება დაკარგოს ხვალ. ფასის გარდა საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებისგან განსხვავებით ტემუს უპირატესობა ისიცაა, რომ ის ამანატს პირდაპირ საქართველოში და საკმაოდ ოპერატიულად აგზავნის. საინვესტიციო ბანკ ალტენ-თაგარტის მიმოხილვის თანახმად ტემუ ჩინეთიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში რამდენჯერმე ახორციელებს, ადგილზე მისატანად კი ქართულ კომპანიას ონექს, ასევე GFS Express და საქართველოს პოსტას იყენებს. ადგილობრივი ბიზნესი BMG-სთან ამბობს იმასაც, რომ ტემუ ამანათებს თავად შლის, თუ 300 ლარს აღემატება გზავნილი, რათა თავი არ იდოს გადასახადებს. ლოგისტიკურ კომპანია ონექსში, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პლატფორმების შეზღუდვის ინიციატივას არ იმხრობიან. ადგილობრივ მომხმარებლისთვის ყოველთვის თავისუფალი, ან უნდა იყიდოს თემუსგან, ყიდულობს თემუსგან, უნდა იყიდოს Windows-თან, ან სხვა enterprise market-თან, ან ამერიკულ Amazon-იდან, eBay-დან. ეს თავისუფალი არჩევანია. სახელმწიფო სექტორიც არის ჩართული, კონკურენციის აგენტო და მსგავსი ორგანოები, რომლებიც აკონტროლებენ მსგავს მოქმედებებს. მოკლედ, ადგილობრივმა საცალო და ელექტრონული კომერციის ბიზნესმა მოძრაობა დაიწყო. ისინი სახელმწიფოსგან თანაბარ კონკურენტულ პირობებს ითხოვენ, თან ეუბნებიან ასობით მილიონი შემოსავალი გაკლდებათ ბიუჯეტში და შესაძლოა ჩვენგანაც დაგაკლდეთ საგადასახადო შემოსავლებიო. მაგრამ მეორე მხრივ, რა დააშავა მომხმარებელმა მოქალაქემ, რომელსაც საკუთარი შემოსავლებით ხარჯების დაბალანსება ისედაც უჭირს ამ ქვეყანაში. ზურაბ ძნელაშვილი, იურიდიული კომპანია Texen Legal Solutions-ის დამფუძნებელი, ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ასევე ბიზნეს ომბუდსმენის ყოფილი მოადგილე უკვე შემოგვიერთდა სტუდიაში. საღამომშვიდობი სურა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. გამარჯობა თილენო. ზუსტად იმიტომაც და შეგნებულად ვახსენეთ თქვენი რეგალიები საჯარო სამსახურში მუშაობისას. პირველი კითხვა მინდა დაგისვათ, არა იმაზე, რატომ ფიქრობთ, რომ ტემუმ და სხვებმაც უნდა გადაიხადონ ბიუჯეტში გადასახადები, არამედ ცოტა შორიდან, რადგან ეს მთავარი თემა წამოვიდა ზუსტად გამბაჟების 300 ლარიანი ზღვარის არსებობიდან. როდის და რა მიზნით შემოიღეს ეს ლიმიტი და მოდი ისიც ვთქვათ, იყო თუ არა თავის დროზე, როდესაც ეს გადაწყდა, მეჭვება, მაგრამ მაინც ვიკითხავ, ასე ვთქვათ, მოქალაქეების ჯიბეზე ზრუნვა. ესე იგი, ეს 300 ლარიანი ზღვარი, უნდა ვთქვათ, რომ არ არის ქართველების მოგონილი, ჩვენი მოგონილი არ არის, ეს ყველა ქვეყანაში არსებობს, მათ შორის ევროკავშირში, თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში. ყველას აქვს ეს პრინციპი. საქართველოშიც ეს ოდითგანვე არსებობს, ახლა მე რაც თავი მახსოვს, რომ ნახე ხა კანონმდებლობას რომ გადავხედე წამოსვლისას, წინა საგადასახადო კოდექსში ეწერა, იმის წინ მქონდა ჩვენ საბაჟო ტარიფის შესახებ კანონი, იქაც ეწერა, მოკლედ ყოველთვის იყო ეს 300 ლარიანი ზღვარი, ეს არ არის რაღაც ახალი დაწესებული და არც შეცვლილი პრინციპში ეს ზღვარი ყოველთვის იყო. რა არის, ესე იგი, შინაარსი რა არის ახლა ამ 300 ლარიანი ზღვარის, ხო? საგადასახადო კოდექსში გვაქვს ესეთი ჩანაწერი, რომ როდესაც ფიზიკური პირი ახორციელებს საფოსტო გზავნილის მეშვეობით საქონლის იმპორტს, ანუ იწერს რაღაცას თქვა საზღვარგარეთიდან და მას საფოსტო გზავნილი ჩამოსდის საქონელი. თუ ეს საქონელი არის 300 ლარამდე და 30 კილომდე, 300 ლარამდე ღირებულების და 30 კილომდე წონის და არის პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი, იგი თავისუფლდება როგორც DGG-სგან, ასევე იმპორტის გადასახადისგან. ანუ ორმაგი შეღავათი გვაქვს ჩვენ, DGG-შიც გვაქვს შეღავათი და იმპორტის გადასახადის. მაგრამ ნუ თავარი პირობა არის, რომ პირადი მოხმარებისთვის უნდა იწერდეს ფიზიკური პირი ამ საქონელს, ხო? ეს არის ფორმულირება. ასეთივე ფორმულირება არის იურიდიულ პირებთან მიმართებაში, ზოგადად, ნუ ეხლა ჩვენ ვისაუბროთ ფიზიკურ პირებზე, იმიტომ რომ რეალურად პრობლემა შექმნა ფიზიკური პირების მიერ გამოწერება და ანუ იმპორტება, თორე ეს 300 ლარიანი ზღვარის შეღავათი იურიდიულ პირებზეც არის დაწესებული. იქ ოღონდ არ არის, რა თქმა უნდა, პირადი მოხმარების მიზანი დადგენილი.
და მიზანი და მოტივი რა იყო თავი რომ მაშინ როცა ასე გადაწყდა სხვა ქვეყნებში შესაბამისი უწყებები ზრუნავდნენ იმაზე რომ მოდი 300 ლარამდე თუ იწერს თელარა ან ზურა აღარ დავბეგროთ ზედმეტად იმპორტის და დღეგეს გადასახადით აი ზუსტად ეხლა ეგ არის მთავარი ჩვენ უნდა გვესმოდეს ამ 300 ლარიანი ზღვარის დანიშნულება დღეს ახლა ბევრჯერ არის თუმცა პრაქტიკაში ასე არის რომ არ ვიბეგრებით და გონია რომ ეს არის კი ბატონო ყველას გონია რომ ეს არის მომხმარებლისთვის დაწესებული შეღავათი მაგრამ განსხვავებით აი დღეგეს 100,000 ლარიანი ზღვარისგან და განსხვავებით ქონების გადასახადის 40,000 ლარიანი ზღვარისგან ეს არ არის გადასახადის გადამხდელისთვის დაწესებული შეღავათი ანუ თქვენ რას ფიქრობთ ახლა მომხმარებელი წაახალისეს იმპორტი წაახალისეს ანუ საპოსტო გზავნილებით შემოტანა საპოსტო გზავნილების ბიზნესი წაახალისეს რა წაახალისეს ხო? არა, რა თქმა უნდა ეს არ არის მომხმარებლის და ბიზნესის წახალისების მიზნით შემოდაწესებული. აქ de minimis პრინციპის დანიშნულება არის საბაჟო ფორმალობებისგან განტვირთვა საბაჟო ორგანოსი. წვრილმან ამ ძალიან დაბალი ღირებულების საქონელზე, რომ არ მომხდარიყო იმაზე დიდი რესურსის დახარჯვა, ადმინისტრაციული რესურსი იმაზე მეტი რომ არ დახარჯულიყო, ვიდრე შემოსავალს მიიღებდა სახელმწიფო, ხო? ეხლა არ შეიძლება ისეთი გადასახადი დააწესო, სადაც იმის ამოღებაზე უფრო მეტი დახარჯვა, ვიდრე გადასახადია თვითონ, ვიდრე იმ გადასახადისგან მიიღებ შემოსავალს. სწორედ ეს არის მიზანი რომ მაგალითად საქონელი რომ მაშინ ამ ლოგიკით ამდენი წლის შემდეგ თან ხედავთ რომ გამოწერილი ამანათების 97% თუ არ ვცდები ზუსტად არის 300 ლარამდე გაუქმება არის თუ კიდევ უფრო ზღვარი საწევა რომ განიწვევას შემოსავლების სამსახურით სტატისტიკა მაჩვენა და თქვენ აღნიშნეთ ძალიან კარგად რომ ბოლო პერიოდში წარმოიშვა ეს ასე მოზღვავება და უკვე უკონტროლო ხასიათი უკონტროლო ხასიათი და ცუდი სიტყვა, მაგრამ მასიური ხასიათი მიიღო აი ამ საპოსტო გზავნილებმა, თორე როდესაც ეს ზღვარი დაწესდა 10-15-20 წლის წინდელი კანონმდებლობა ვნახე, იქაც კი ეწერა. მაშინ სად იყო ასეთი ონლაინ ვაჭრობა, საერთაშორისო ონლაინ ვაჭრობა გაჭრებული. მაშინ იმდენად დაბალი ეფექტი ჰქონდა ამას, ამ დანაკარგი იმდენად დაბალი იყო, ამ შეღავათის დაწესება უღირდა სახელმწიფოს, ოღონდ საბაჟო ორგანო არ გადაეტვირთა ამ ფორმალობებისგან რაღაცა ვიღაც თქო 5 ლარიან რაღაცა ნიც რო იწერდა 10 ლარიანს და 15 ლარიანს, ახლა წარმოიდგინე რამდენი პროცედურაა საჭირო, ხო? სასაქონლო კოდი უნდა დადგინდეს, ღირებულება უნდა დადგინდეს, დეკლარაცია უნდა შეიცვალოს და ჩაბარდეს, მერე უნდა გაკონტროლდეს, გადაიხადა თუ არა, თუ არ გადაიხადა, მერე უნდა გაუქმება ხო არ გაჭედავს სისტემას მაშინ. საცალო და ელექტრონული კომერციის ბიზნესი ინიციატივით გამოდის, მათ შორის ამაზეც ესაუბრებიან. გაუქმებამდე მივიდნენ, გაუქმება არ არის, რა თქმა უნდა, გამოსავალი, აქ უნდა მოხდეს გარდაქმნა ამ ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ გაუქმება არ არის გამოსავალი, იმიტომ რომ დატვირთავს შემოსავლების არა, მივალ იქამდე თუ შეიძლება. ვიტყვი ეს პრობლემები თავიდან რა თქმა უნდა, ამას ეს პრობლემები დამატებით ეხლა რა პრობლემების წინაშე დღეს დავდექით, ამ პრობლემების წინაშე რა თქმა უნდა თავიდან ქვეყნები არ იდგნენ. ამან თავის მიზანს მიაღწია და შეასრულა რა თქმა უნდა თავის დანიშნულება ამ შეღავათმა, იმიტომ რომ საბაჟოც ამ წვრილმან რაღაცა ნივთების განბაჟებაზე საბაჟო ფორმულებებისგან იყო თავი განწვრთული, არც რესურს ხარჯავდა, არც გადამხდელი ხარჯავდა რესურს ადმინისტრირებაზე და არც საბაჟო ორგანო, შესაბამისად ყველაფერი რიგზე იყო. მაგრამ პრობლემები წამოვიდა მაშინ, როდესაც უკვე მასიური ხასიათი მიიღო საერთაშორისო ონლაინ ვაჭრობამ და მომხმარებლის ქცევა იმგვარად შეიცვალა, რომ ყველამ ყველაფრის გამოწერა დაიწყო საზღვარგარეთიდან. იმიტომ რომ ასე უფრო იაფია და დარწმუნებული ვარ. აი, როდესაც ვამბობთ, რომ უფრო იაფია, ხო, უფრო იაფი იქნება გადასახადები, როცა არ იხდი, უფრო იაფი იქნება, ცხადია. მაგან მუდმივად მანდავართ ჩვენ და მაგას ვამბობთ, რომ დღეს კანონმდებლობაში გვაქვს არათანაბარი მიდგომა. პრობლემა მაგაში არის ზუსტად რომ რატომ აღმოაჩინა საზოგადოებამ რომ იქინა გამოწერა უფრო იაფია ვიდრე აქ ყიდვა და აქ რატომ არის ძვირი, იმიტომ რომ ეს ადგილობრივი ბიზნესი იხდის ყველა გადასახადს, მაგალითად შენ თუ გინდა რომ საქონელი შემოიტანო საქართველოში და გაყიდო, იქნება ეს ხმელეთის მაღაზია თუ იქნება ადგილობრივი ონლაინ ვაჭრობა, ხო? იხდი იმპორტის დროს, იმპორტის გადასახადს, DGG-ს იხდი, პლუს მიწოდების დროს DGG-ს იხდი, გარდა მაგისა უამრავი ხარჯია, ხო? საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, ქონების გადასახადი და უამრავ რა გადასახადს იყდის ადგილობრივი ბიზნესი. ეხლა რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც საერთაშორისო ონლაინ ვაჭრობის პლატფორმების მეშვეობით ის უცხოელი ჩინელი იქნება თუ სხვა იქნება უცხოელი მეწარმეები საქართველოში აგზავნიან საქონელს და საქართველოში ყიდიან საქონელს. რას იხდიან? არაფერს. მე ვიწერ ფიზიკური პირი. აქაც თქვენ ყიდულობთ საქართველოში მაღაზიაში თქვენ შედიხართ, მაგრამ გადასახადს იხდის მეწარმე და იმ შემთხვევაში თქვენ ყიდულობთ, მაგრამ ის გადის მეწარმე არაფერს არ იხდის. ანუ ჩვენ ესე კი არ უნდა დავაყენოთ საკითხი, რომ ადგილობრივი მეწარმე თუ მომხმარებელი, არა, ადგილობრივი მეწარმე თუ ის იმპორტიორი, უცხოელი იმპორტიორი, რომელიც ჩემი ჯიბიდან მიდის ეს ხალხადა. რა დააშავა მომხმარებელმა, რა დავაშავე მე, თუ შემიძლია და ეს დარწმუნებული ვარ, თუ საკითხი ისე მომწიფდა და შეძლო ელექტრონული კომერციის და საცალო ვაჭრობის
ასოციაციამ ამ საკითხის ისე მომზადება, რომ მთავრობასაც ეყო პოლიტიკური ნება თუ გამბედაობა და ამაზე ისაუბროს, რომ დაიბეგროს ტემუც და სხვებიც. Რა თქმა უნდა, მოქალაქე დასვამს კითხვას, რომ მე რა დავაშავე. Რატომ უნდა გადავიხადო იმაზე ძვირი, ვიდრე ახლაც ვიხდი. მით უმეტეს, როდესაც ამ ქვეყანაში შემოსავლები ხარჯები ყოველთვის აღემატება. ქართველებს ძალიან გვიყვარს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნა და არ მოგწონს რაღაცა, როდესაც თანაბარ პირობებს გვთავაზობენ, როცა გვეუბნებიან, რომ თანაბარ პირობებში უნდა ჩავდგეთ. მოდი მაშინ ესეთ კონტრშეკითხვას დაგისვამ. აი ჩემს კოლეგას უყვარს ხოლმე ამ მაგალითის მოყვანა რა, ახლა როდესაც პენსიონერი, როდესაც შედის მაღაზიაში და პურს ყიდულობს, ის იხდის დაღეგეს ამ პურს. დიახ. მე სამართლიანია თქვენი აზრით. ეს არავის არ გაუპროტესტებია. ამას უსამართლობისგანაც არავის არ აქვს და თურმე ვიღაცა რომ მობილურის ბუდეს ან რაღაც დამცავ ფირს ყიდულობს საერთაშორისო ონლაინ ვაჭრობაზე, დაღეგეს რატო ვახდევნებთ, იმაზეა პროტესტი. ანუ ესე მარტივად მოქალაქეებს უჩნდებათ პროტესტი, გარკვეული ნივთის გამოწერა, რომელიც უჯდებოდა 10 ლარი, რომ შეიძლება დაუჯდეთ. არ არის ესეთი მარტივი საკითხი, რომ ესე ერთი პასუხით გაგცეთ ან კი ან არა. აი მეორე კითხვას დავსვამ. რამდენად სწორია, მაშინ მოდი ასე დავსვამ, მე დაგისვამთ იქით კითხვას. კი ბატონო, რამდენად სწორად სახავს პრობლემის გადაჭრის გზას ელექტრონული და საცალო ვაჭრობის ასოციაცია. ისინი ითხოვენ ჩვენს თანაბარ პირობებში ჩაგვაყენეთ და ისი ტემუ და სხვა გიგანტებიც დაიბეგრონო. ხომრჯობია მოითხოვონ ისე რომ მოხარებელით მე არ დავზარალდე და უფრო მეტი თანხის გადახდა არ მომიწიოს, მოითხოვონ გადასახადების შემცირება სახელმწიფოსგან. მარტივია ხო, მომხარებელს მეტი გადაახდებინო? იცით რა არის ეს, ალბათ უფრო მათ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს, რომ არ ითხოვენ არც გადასახადის შემცირებას და არც საგადასახადო შეღავაც. არ ითხოვენ, ახლა დღეს ყველა მაგას ითხოვს, ხო, რაღაცა და მარტივია მომხმარებელი ბრჭყალში დაჩაგრო და მეტი გადაახდებინო. არ არის მომხმარებლის შეღავათ ითქვა, მაგას ვამბობ და ამიტომ მომხმარებლის პრობლემა არ არის. როდესაც რაღაც ნივთს ვიწერ, რატომ გააქტიურდა ტემუდან და სხვა პლატფორმებიდან გამოწერა, რომ ბევრად იაფი მიჩნდება. გადასახადების გარეშე შემოდის საქართველოს, თუმცა სხვა საკითხია გადასახადების გარეშეც აქ უფრო იაფად ვიყიდი რაღაც კონკრეტულ ნივთს თუ ტემუდან გამოწერას. თუ ჩვენ გავათანაბრებთ აი ამ ჩინელ თქვა პირობითად ამ უცხოელ ბიზნესმენს, ვინც საქართველოში იმპორტს ახორციელებს და ქართველ ბიზნესმენს, ვინც საქართველოში იმპორტს ახორციელებს, თუ მათ მიმართ თანაბარი მიდგომა გვექნება, ორივეს მიმართ თანაბრად დამუწესებთ გადასახადს, თანაბრად გადავახდევნებთ გადასახადებს, თანაბრად მოვთხოვთ მომხმარების უფლებების დაცვას და თანაბრად მოვთხოვთ ტექნიკურ რეგლამენტებს, რომელიც საქონლის უსაფრთხოების მიმართ არის დაწესებული. აი მე უკვე კი ბატონო, თუ უცხოური უფრო იაფი იქნება მომხმარებელი, რა თქმა უნდა, ბუნებრივი და ლოგიკური რომ უფრო იაფს აირჩევს და ადგილობრივი ბიზნესს აღარაფერი იმის საპრეტენზიო აღარ ექნება, რომ რატო იქ რატო ყიდულობს მომხმარებელი და ჩემს რატო არ ყიდულობს. ანუ ეგ უკვე კონკურენცია იქნება რა. დღეს კონკურენციაზე საუბარი რა თქმა უნდა არ არის სწორი, ვიდრე ბიზნესი, ქართული ბიზნესი და უცხოური ბიზნესი ყოს არათანაბარ პირობებში. ეს არის რეალურად დისკრიმინაციული მიდგომა და არაფერი უშუალოდ კონკურენცია არა. მე კომენტარები ვნახე რომ მოდი კონკურენცია იყოს ბაზარზე და თვითონ ფას დაარეგულირებს. გასაგებია რომ კონკურენცია განაპირობებს უკეთეს ხარისხს და უკეთეს ფასსაც, ხო დაბალ ფასსაც, მაგრამ კონკურენცია მაშინ გვაქვს ბაზარზე, როდესაც თანაბარი პირობები გვაქვს, თანაბარი მიდგომა გვაქვს ყველა სუბიექტების მიმართ. ანუ თქვენც მიგაჩნიათ საცალო და ელექტრონული კომერციის ბიზნესის მსგავსად, რომ ის საქმიანობა, რომელსაც დღეს ტემუ ეწევა, უფრო სწორედ გამოდის, რომ ისინი კი არ ეწევიან, ჩვენ ვიწერთ, მაგრამ თქვენც თვლით, რომ ეს არის ორგანიზებული იმპორტი და ამიტომ უნდა დაიბეგრონ, იმიტომ რომ რეალურად ისინი აქ ხო არ საქმიანობენ, მოქალაქეები ვიწერთ. ნახე, ეს არის საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის იმპორტი და მიწოდება რეალურად. ამიტომ მე მაქვს ესეთი შეკითხვა. აი ორი შეკითხვა წეღარო გითხარი, ორი შეკითხვა უნდა დაგისვა თქო. პირველი, როდესაც შედის მოქალაქე მაღაზიაში და ყიდულობს რაღაც ნივთს, იმპორტირებულ ნივთს. ის იხდის ამ ფასის გადახდის, ფასში შედის დაღეგე, იხდის დაღეგეს. მაგრამ მეორედ, როდესაც მეორე მოქალაქე იგივე ნივთს იწერს საერთაშორისო ონლაინ პლატფორმიდან, ის არ იხდის დაღეგეს. რატო არის განსხვავება? როგორ შეიძლება ორი სხვადასხვა მოქალაქე ერთ და იგივე ნივთს იმის მიხედვით სად იყიდეს გადასახადი იხდიდეს ან არ იხდიდეს, უფრო ძვირი უჯდებოდეს, უფრო იაფი უჯდებოდეს, ეს სხვა არის სწორი. მეორე, როგორ შეიძლება რომ ერთ და იგივე ნივთი სხვადასხვა ადგილას, თქო რუსთავში ვიყიდით, თბილისში ვიყიდით, ონლაინ პლატფორმაზე ვიყიდით, სხვადასხვანაირად იბეგრებოდეს. ეს ლოგიკა სად არის? ერთ და იგივე მომხმარებელი ერთ და იგივე ნივთს იმის მიხედვით სად იყიდეს, სხვადასხვანაირად უნდა იბეგრებოდეს? უნდა იბეგრებოდეს ერთნაირად. როგორ უნდა იბეგრებოდეს? დღეს რო იყოთ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ისე ახლა ბიზნესის ინტერესებს უფრო იცავთ თუ საბიუჯეტო შემოსავლებზე ზრუნავთ?
არა, რა თქმა უნდა, საბიუჯეტო შემოსავლებს დაიცავს ფინანსის სამინისტრო და შემოსავლების სამსახური. მე აგარ არის ჩემი კარგი, გამოსავალს რაში ხედავთ? აი რა გზას დაინახავთ, რა იქნებოდა დღეს ყველაზე ოპტიმალური? როგორც მივხვდი 300 ლარიანი ზღვარის გაუქმებას არ ემხრობით, იმიტომ რომ მაშინ თქვენ ლოგიკასთანაც გარდაქმნას ნახე, მე რას ვამბობ? წინააღმდეგობაში და მთლიანად შეიძლება გაიჭედოს შემოსავლების სამსახურის სისტემა თუ ყველაფრის ესე ბიუროკრატიული ვთქვათ, რომ 300 ლარიანი გახდება საჭირო. ჩვენ ვთქვათ, რომ 300 ლარიანი შეგავათ უნდა გაუქმდეს, ეს არ იქნება ამ ეტაპზე სწორი, ვინაიდან ერთი სწორი იმ საბაჟო ფორმა რის გამოც იყო თავიდან დაწესებული ეს შეგავათი, რომ საბაჟო ფორმალობებითგან არ გადაწვირთულიყო საბაჟო ორგანო ერთის და მეორე თვითონ მომხმარებელზე არ გადასულიყო ეს ადმინისტრების თვირთი. ხო, როგორია ჩააბარე დეკლარაცია იქოდი სწორად მიუთითე, ფასი სწორად მიუთითე. ეს თვირთი არ უნდა 300 ლარიანი ზღვარი უნდა გარდაუქმნათ. სხვა მექანიზმი უნდა შემოვიყოთ. უნდა მოხდეს 300 ლარიანი შეგავათის არა გაუქმება, არამედ გარდაქმნა ადმინისტრების მექანიზმად. ეგ 300 ლარიანი ზღვარი, ჩემი აზრით, მე ესე ვფიქრობ, უნდა დარჩეს 300 ლარის ზევით თუ იქნება საფოსტო გზავნილი. დღეს როგორც ხდება ჩვეულებრივი იმპორტის წესით, საერთო წესით, როგორც იმპორტი იბეგრება, ისე დაიბეგრება. 300 ლარის ქვევით თუ იქნება ამანათის ღირებულება, ასეთ შემთხვევაში მისი იმპორტის გადასახდელების გადახდის, ანუ გადასახდების ადმინისტრირების, ანუ გადასახდების შეგროვების ფუნქცია უნდა გადავიტანოთ აი ამ საერთაშორისო ონლაინ ვაჭრობის პლატფორმებზე. ეხლა ანუ მე რომ დავაპირებ ტემუზე რაღაცის შეძენას, იქ გაჩნდეს DGG-ს კალკულატორი, იმპორტის კალკულატორი. ჩვეულებრივ სტანდარტულ შემთხვევაში იმპორტის დროს ხო DGG გადაიხდევინება საზღვარზე, ხო? ანუ იმპორტის დროს, როდესაც საქართველოში შემოდის საქონელი და ხდება მისი, ასე ვთქვათ, გამბაჟება, მაშინ იხდიან, ხო, იმპორტის DGG-ს. ასეთ შემთხვევაში აი ამ 300 ლარამდე ღირებულების საქონლის იმპორტის დროს უკვე მოხდება არა საზღვარზე, არამედ გამოწერის დროს, როდესაც მოხდება შერჩი გამოწერა პროდუქციის და თანხის გადახდა, ამ თანხაში უნდა შედიოდეს ეს DGG და იქვე ამ საერთაშორისო ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა უნდა უზრუნველყოფდეს ამის მოგროვებას. სამსახურმა თუ ფინანსთა სამინისტრომ ტემუსთან და სხვა ონლაინ პლატფორმებთან ანუ კანონმდებლობაში უნდა საგადასახადო კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილებები და შესაბამისად ისინი მოერგებიან. ამას რა თქმა უნდა ჭირდება ცვლილებები, მაგრამ ერთი უნდა გითხრათ, იგივე გაკეთდა მომსახურებებთან დაკავშირებით, მაგალითად Facebook-ის და YouTube-ის და ასე Google-ის დროს, როდესაც ისინი საქართველოს ტერიტორიაზე ეწევიან მომსახურებას რეკლამის განთავსების კუთხით გეუბნებით, მაგალითად ადგილობრივი მეწარმე ათავსებს რეკლამას. თუ მეწარმე ანთავსებს რეკლამას, ის უკუდაბეგულის წესით ბეგრავს DGG-ით, მაგრამ თუ ფიზიკური პირი ანთავსებს რეკლამას, ახლა ფიზიკურ პირს კი არ ვახდევინებთ ამ DGG-ს, არამედ ვეუბნებით Facebook-ს და YouTube-ს, რომ შენ საქართველოს ტერიტორიაზე ეწევი მომსახურებას, ამიტომ ეს იბეგრება DGG-ით და დაადეკლარირე და კვარტალში ერთხელ მართლაც ისინი ადეკლარირებენ ამ მომსახურების მიღებულ იყო პერიოდი ამ ინფორმაციას ვითხოვდით შემოსავლების სამსახურისგან, ახლა არ გვაძლევს. ძალიან მოკლედ კიდევ ორ თემაზე მინდა ვისაუბროთ და ეს ასე თქვათ 300 ლარიანი ლიმიტების თემა რომ ჩავხუროთ, რატომ არ იქნებოდა ხომ არ იქნებოდა უფრო კარგი მაგალითად ან მსგავსი შემოგვეღო, რაც ევროკავშირმა გააკეთა ბოლო დროს მოსაკრებელი რომ შემოიღოს იქ 300 ევროიანი თითო ამანატზე, მაგრამ აქ რაღაც სხვა სიმბოლური თანხა თუ ეს უფრო რთული არის. მე რაც თქვი ზუსტად ეგ შემოიღო, მაგის საკეთებს ევროკავშირი, ზუსტად მე კი არ მოვიგონე ეს ევროკავშირის პრაქტიკა არის. ხო, ამანატის რადგან ზუსტად ეგ არის დროებითი ღონისძიება. დროებითი ღონისძიება 2028 წლამდე, ვიდრე იმპორტის გადასახადზე დაწესებული 150 ლარიანი ევრო, დე მინიმუმი, ანუ დაუბეგრამის ზღვარი გაუქმდება, ხო, ვიდრე გაუქმდება. DGG-ში 22 დოლარიანი უკვე გაუქმებული არის ზღვარი, იმპორტის გადასახადის 150 ევრო ბოდიში 22 ევროიანი იყო და იმპორტის გადასახადში არის 150 ევროიანი. 28 წლიდან ეგ უქმდება და ვიდრე გაუქმდება, რო არ წალეკოს აი ამ იმპორტმა დროებით არის შემოღებული 3 ევროიანი და 2 ევროიანი ტარიფი. ალბათ ევროკავშირისკენ რასაც ხედავთ, აღარ მიდის დიდად ჩვენი მთავრობა, მაგრამ ამ ნაწილში მაინც თუ გადმოიღებთ ამ პრაქტიკას, ნახოთ რა როგორ გაგრძელდება კომუნიკაცია ადგილობრივ ბიზნესსა და ევროკავშირის არაწევრ ევროპულ ქვეყნებსაც აქვს ეგ პრაქტიკა უკვე საქართველოს პირობ ჩვენთან კი არ არის პრობლემა ეს მსოფლიოში ეს პრობლემა და ყველა გადავიდა ამ მეთოდზე ჩვენზე ბევრად მდიდარი ქვეყნის მოქალაქეებიც კი მათ შორის ადმინისტრების DGG-ს ადმინისტრების ამ გზაზე უკვე გადასული მთელი ევროპა რომ ამ ონლაინ პლატფორმებზე გადააქვთ ადმინისტრების თვირთი ისინი აბარებენ დეკლარაციას, ანუ კვარტალურ დეკლარაციას. თუ მომზადდა კანონპროექტი, მე იმედია დაურთავენ რეგულირების გავლენის შეფასებასაც და მტკიცებულებები თუ არგუმენტებით იქნება გაჯერებული და არა ის, რომ ასე გადავწყვიტეთ და ასე უნდა მოხდეს. სულ 5 წუთი გრჩება და ორ საკითხზე მინდა მოვასწროთ საუბარი ზურა. ბოლო პერიოდში ისევ წამოიწია თემამ
DGG-ს ზღარის 100,000-დან 300,000 ლარამდე გაზრდის თაობაზე. ამჯერად ინიციატივით გამოდის თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია. თქვენ როგორც საგადასახადო კონსულტანტი, რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? თუ არ მეშლება 100,000 ლარიანი ზღვარი მოქმედებს ქვეყანაში 2005 წლიდან. ძალიან დიდი ხანია მოქმედებს. ბევრად დიდი ეკონომიკა გვაქვს, სულ სხვა შემოსავლით, სულ სხვა ხელფასებით. ადრე 3,000 იყო მახსოვს. მე როცა მუშაობა დავიწყე შემოსავლების სამსახურში, ადრე 3,000 იყო, მაგრამ გაიზარდა ზღვარი საბოლოო ჯამში 100,000. მაგრამ დღეს რა თქმა უნდა დაბალი არის. ეხლა რა არის ამ იგივე ლოგიკა უნდა განმოვიცადოთ. აქაც უნდა ჯერ გავიგოთ რა არის დანიშნულება. ამ 100,000 ლარიანი ზღვარის შემოყების დანიშნულება არის მცირე ბიზნესი, ანუ ახალი ბიზნესი, რომელიც დღეს გადაწყვიტა რომ დაიწყოს თქვა საქმიანობა, გავათავისუფლებთ DGG-ს ადმინისტრირების ტვირთისგან. იმიტომ რომ DGG-ს ადმინისტრირება არ არის მარტივი. გაერთ ფაქტურების მიღება, გამოწერა, ჩათვლა, დეკლარირება, იქ უამრავი სირთულე არის, უამრავი რისკი არის, შეიძლება შეცდომა დაუშვას, შეიძლება დიდ თანხებში დაჯარიმდე და მოკეთ. აი ამ ადმინისტრირების ტვირთი. თუმცა მხოლოდ ადმინისტრირება, გარკვეულწილად საგადასახადო ტვირთიც ხო მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე ეფექტი არის, რომ გადასახადს არ გახდებინებენ თავიდან ვიდრე ახალი დაწყებული გაქვს და ვიდრე ნაკლები გაქვს ბრუნვა, ხო აქ არის საუბარი. ბოლო 12 თვის განმავლობაში 100,000 ლარამდე გაქვს ბრუნვა. ეგ უკვე ეფექტია, რომ გადასახადს არ იხდით და ანუ შენ გრჩება ერთი თანხა, მაგრამ მიზანი ეგ არ ყოფილა, რომ მოდი არ გადავახტევოთ გადასახად. მიზანი ამ შემთხვევაში არის DGG-ს ადმინისტრირების ტვირთისგან გათავისუფლება მცირე ბიზნესის, დამწყები ბიზნესის, რომ ნაკლები ადმინისტრირების, ანუ ნაკლები საქმე ქონეთ ამ კუთხით, ნაკლები რისკი ქონეთ, რომ რაღაცა შეეშალოთ და ნაკლები ტვირთი ქონეთ, ხო? იქაც დოკუმენტებია გამოსაწერი, უბრალოდ კვალიფიციური კონსულტანტი არის, ასაყვანი ბუღალტერი იქნება თუ საგადასახადო კონსულტანტი და საგადასახადო ურთიერთობა უფრო ინტენსიური არის, რისკებში უფრო ხშირად ხდება შემოწმება, უფრო ხშირად მოდის შენთან DGG-სთან მოხდები რო ხარ და ამ ტვირთისგან გათავისუფლებენ და 100,000 ლარი უკვე იმდენად გაიზარდა, ხო ფასები იზრდება წლიდან წლამდე, ბრუნვა შესაბამისად იზრდება. თუ ერთიგივე საქონლის ერთიგივე რაოდენობის საქონლის 5 წლის წინ რო ყიდი და დღეს რო ყიდი, ხო უკვე ორჯერ უფრო მალე მიაღწიო 100,000 ლარს. და შესაბამისად რა თქმა უნდა ეს ზღვარი არის გასაზრდელი, მეც ვეთანხმები რომ ძალიან დაბალი არის. ჩვენ თუ გვინდა რომ ამ მიზანს ისე ემსახურებოდეს ეს ზღვარი და ისე მივეხმაროთ ამ მცირე ბიზნესს და ახალ დამწყებ ბიზნესს, ეს ზღვარი არის გასაზრდელი. იმიტომ რომ რეალურად რამდენიმე თვეში აღწევს ბიზნესი უკვე ამაზე. რატომ შეიძლება ამ ინიციატივით თავისი შემოსავლების სამსახური არ გამოდიოდეს? ეს ინიციატივა ალბათ ბიზნესიდან უნდა მოდიოდეს, ახლა შემოსავლების სამსახურიდან რანაირად გამოსაგადასახადო. ბიზნესი და პოლიტიკოსებიც ოპოზიციას გულისხმობ ძირითადად პარლამენტში 2022 წელსაც აყენებდნენ 23 წელსაც, მაგრამ ალბათ იქ ფისკალური ინტერესები უფრო წინა პლანზე წამოიწია მაშინ და ჩათვალეს რომ ჯობია რომ მალე გახდეს DGG-ს გადამხდელი პირი, რომ მალე დაიწყოს DGG-ს გადახდა ბიუჯეტში. ალბათ ეგ იყო არგუმენტი, ახლა სხვა არაფერი არგუმენტი ამას არ შეიძლება ხორეს არ დამის. ნახოთ, იმედია ფინანსთა მინისტრსაც სადმე ვნახავთ და მომეცემა საშუალება ეს კითხვა დაუსვა. ბოლო 2 წუთი მინდა გამოვიყენო ქონების გადასახადის რეფორმაზე სასაუბროდაც. ბოლოს თუ არ ვცდები ამ თემაზე ვისაუბრეთ შარშან ნოემბერში. მალე მოვა წელსაც ნოემბერი და ქონების გადასახადი ისევ ოჯახის 40,000 ლარიან წლიურ შემოსავალზეა მიბული მარტივად რომ ვთქვათ. მაშინ თქვენ ამბობდით ქონების გადასახადის რეფორმაზე უნდა იყოს საჯარო დისკუსია, იქნება რამე ჭკვიანურიც ვთქვათო. მიდის რამე დისკუსია ან საგადასახადო კონსულტანტების ჩართვით, დარგი სპეციალისტების ან თქვენ გარეშე. თუ წელსაც ისე უნდა გადავიხადოთ როგორც შარშან. არაფერი დისკუსია არ მიდის, არ გვაჩვენებენ ისევ ამ პროექტს, არ ვიცი ხა ყოველ შემთხვევაში. არსებობს საერთოდ? არსებობს კი, იმიტომ რომ მე მახსოვს რომ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თქვა რომ რაღაცა ეფექტი იმდენად მაღალი იყო ეს ბიუჯეტის ფისკალური ეფექტი რომ ამ ეტაპზე გადავდეთო, იმიტომ რომ ადგილობრივ ბიუჯეტს თანხა აკდებოდა და თუ პროექტი არ არსებობს როგორ დაითვალეს. ესე იგი არსებობს პროექტი, ხო, რახან დაითვალეს და მივიდნენ იმ დასკვნაზე რომ ფული აკდებოდა ბიუჯეტს და თუ პროექტი არსებობს მე ვერ მივხვდი რატო არ გვაჩვენებენ, მაგრამ ფაქტია რომ დღემდე არ არის ეს სააშკაროზე გამოტანილი ეს პროექტი, არ ვიცით რა მოდელზე არის, ანუ ზოგადად ვიცით რომ ეს ტონორ მოდელზეა საუბარი, მაგრამ კონკრეტულად რა მექანიზმები შემოდის ეს არ ვიცით, მაგრამ მე მაშინაც ვთქვი და ეხლაც ვამბობ რომ ეს რეფორმა როდის გატარდება და რა ფორმით გატარდება იმის მიუხედავად შეღავათებს სოციალური დანიშნულების შეღავათებს, როგორც არის იგივე 40,000 ლარიანი ზღვარი, გვერდს ვერ აუვლით, ეს უნდა გქონდეს და 40,000 ლარი არის ძალიან მცირე ზღვარი. ეს ზღვარი არის გასაზრდელი. შეიძლება წელს ქონების გადასახადის რეფორმას ვერ ვასწრებდეთ და ვერ ვაკეთებდეთ, თუნდაც ფისკალური მიზნებიდან გამომდინარე, რომ დანაკარგი ავიცილოთ თავიდან, ან დანაკარგი
კარგი დრო არ გქონდეს ახლა. მაგრამ ეს ზღვარი ნამდვილად გასაზრდელია, იმიტომ რომ დღეს პრაქტიკულად ყველა ოჯახი პენსიონერის და რაღაცა სტუდენტის ტიპის სტიპენდიით და პენსიით და რაღაცა ესეთი უკვე დგება 40,000 ლარი. ხო, მასწავლებლის ხელფასით რომ მიაღწევ უკვე 40,000 ლარს, ნუ ახლა არ არის ხა ხო ეგ აღარ არის შეღავათი, ხო რა ვიცი, მაგრამ ვიღას არგებლობს ამ შეღავათით, აღარ ვიცი რა. მეცნებით ეს კითხვაც დავსვათ. აი, ასეთი თემები როცა გროვდება და სახელმწიფო ამ ხრივ არ დგამს ნაბიჯებს, მე ძალიან რთულია იმავე სახელმწიფომ, იმავე ფინანსთა მინისტრმა აუხსნას მოქალაქეს, რომ აი შენ ახლა ტემუდან რო იწერ იაფად, ამით ადგილობრივი ბიზნესი არათანაბარ პირობებშია ტემუსთან და მოდი ფაქტობრივად შენც უნდა გადაიხადო და ძვირად გამოიწერო რაღაცა ნივთი. ამას ეხებოდა ჩემი კითხვების სწორე მესმის ბიზნესისაც, რომელიც ქმნის ზუსტად სამუშაო ადგილებს ამ ქვეყანაში, იმისთვის რომ მე ტემუდან თუ ტაობაოდან ისე შედარებით იაფად გამოიწეროთ ნივთები. ზურა, მადლობა საინტერესო აქცენტებისთვის და ანალიზისთვის. მადლობა თქვენ. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ზურა ძნელაშვილი. მე ხვალამდე გემშვიდობებით.